მოგესალმებით თქვენს მე გადაცემას თავისუფალი აზრი, რომელიც გადის რადიო ჩიპას ეთერში FM 94.3-ზე. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 923-953. ჩვენი გადაცემა მხარდაჭერილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, სავარაუდო სათაური დღევანდელი გადაცემის არის ასეთი: ქართული სექსი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი მაკა გეგეჩკორი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი და ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ბლოგერი და ასე შემდეგ. რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ავტორი. ჟურნალისტი ავტორი, შეიძლება ასე თქვას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 923-953 და ვიწყებთ საუბარს. პირველი კითხვით ქალბატონი მაკა თქვენ მოგმართავთ. ვინაიდან ჩვენს გადაცემას, დღევანდელ გადაცემას და თემას ასე დავარქვი ქართული სექსი, პირველი კითხვა ასეთი იქნება: არის თუ არა სხვაობა და არის თუ არა გამართლებული, ჩემს მიერ მოფიქრებული ასეთი სათაური, შეიძლება თუ არა გამოვყოთ ქართული სექსი დანარჩენი სექსისგან? შორის თავიდანვე გამაუცა თქვენმა გასათაურებამ გადაცემის საკმაოდ ბევრ ამ სტილის და ამ თემატიკის გადაცემაში თუ პროექტში თუ შეხვედრაში მიმიღე მონაწილეობა და ესეთი უცნაური სათაურით მართალი გითხრათ არც გამოსმენია და ვფიქრობ, რომ დიდად ამ პასუხისთვის მზად არ ვარ. მეტნაკლები სახით სხვაობები შეიძლება რაღაცა დეტალები მენტალობის არსებობს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ისე რომ ამის გამო შევარქვათ ქართული სექსი. ბუნებრივია, ცოტა უდრიდებული არის ჩემს მიერ და რა თქმა გამოწვევაც არის, რომ რაღაცნაირად სასაუბრო გამოწვევა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე მინდა რომ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ სექსზე ვისაუბროთ როგორც კულტუროლოგიურ პლანში, ასევე სამედიცინო პლანში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მაინტერესებს ბუნებრივია ყოველ მხრივის. იგივე კითხვით მოგმართავ, ნიკო, შენ როგორ ფიქრობ? საქართველოში შეიძლება უბრალოდ შეგვიძლია თუ არა ჩვენს ადგილობრივ სექსს ვუწოდოთ ქართული სექსი? მოდი ჯერ ვთქვი, ჩემი აქ რატო არ აქვს საერთოდ? კი ბატონო, ჟურნალ პლეიბოის თავი რედაქტორი, მას შემდეგ სხვადასხვა შიშველ ქალებთან სექსთან დაკავშირებით თემებზე ახალი გითხრა, უბრალოდ უნდა გამოვთხოვდე, რომ საერთოდ არ გამხსენებია ის, რომ შენ იყავი პლეიბოის ღმერთი. მაგრამ ხო, ეთყობა რაღაცა ჩავეჭდილი სტერეოტიპი. სხვა რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა ამ თემასთან არ მაქვს, არც კულტუროლოგიური და არც რამე სხვა. მეც მიჭირს პასუხის გაცემა. არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულად ქართული სექსი არსებობდეს, რომელიც ამთან რაზე ვაპარაკე, აქტზე ათითო თუ მიდგომაზე სექსის მიმართ. დარწმუნებული არც ერთი მხრივ არ ვარ ტრანსპორტირებული და მეორეც ახლა ზოგი ქვეყნის გამო განსხვავდება მიდგომა სექსის მიმართ, მაგრამ ალბათ არც ისე რადიკალურად, რომ რა ვთქვი, რომ რაღაც სპეციფიური ნიშნები გვაქვს. აქვს ჩვენს ქართულ სექსს. კი ბატონო, მე დამავიწყდა მსმენელს უკაცრავად გაფრთხილება, რომ ამ შემთხვევაში ცოტა პატარა ექსპერიმენტიც მინდა ჩავატაროთ იმ მხრივ, რომ ნიკოსაც მივცე მისი საშუალება, რომ ქალბატონ მაკას თუ კი კითხვა გაუჩნდება, დაუსვას კითხვა, ასე რომ შეიძლება ორი ჟურნალისტიც ვიყოთ დღეს სტუდიაში, თუმცა ნიკო იმავდროულად რესპონდენტიც არის. მაშინ ქალბატონ მაკა შემდეგი კითხვით ისე თქვენ მოგმართავთ. დავიწყოთ ესეთი ბანალური თემიდან, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომელიც ყველას აწუხებს, რომელსაც ქვია ქალიშვილების ინსტიტუტი. და რამდენად დგას ეს პრობლემა ისევ დღევანდელ დღეს საქართველოში, მე რამდენადაც ვიცი პრაქტიკოსი ექიმებისგან, სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ჯერ ისევ არის არაერთი შემთხვევა იმისა, რომ არაქალწულები მათ საქალწულე აპს ჯერ ისევ იკერავენ ქორწინების წინ. მოდით მე ცოტა შევიდეთ დავიწყებ პასუხს. პირველ რიგში ალბათ თვალსაზრისით, რომ ჩემი ალბათ ზოგადად ცნობილი ექიმი რეპროდუქტოლოგი ყველაფერი რაც განაყოფიერებას ეხება, სამედიცინო კუთხით მეხება მე და ამიტომ ვქია რეპროდუქტოლოგი. და ძირითადად ჩემი საქმიანობა არის ის, რაც სექს მოსდევს ხოლმე მერე. ან არ მოსდევს, რატომ ადამიანები ამაზე წუხან. ამიტომ ამ საკითხთან სამედიცინო კუთხით შეხება მე ყოველთვის მაქვს. ახლა მეორე, რაც თქვენ კონკრეტული კითხვა დამისვით ქალიშვილობის ინსტიტუტი. რაღაც დაგიმალოთ და აი ეს სიტყვათა წყობაც უკვე რაღაც გამაღიზიანებელი ამ ბოლო ხანებში იმდენად ამაზე აქცენტირება, რომ მეგონი ასეთი სიტუაცია სულ არ არის დღეს, როგორი აქცენტებიც კეთდება. თუ
თუმცა მენტალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არსებობს და ალბათ იარსებებს და ეს ცვლილებები, დამოკიდებულება ამ სიტუაციასთან დროთა განმავლობაში შეიძლება მათ ცხოვრება მოიტანოს და უკვე რაღაც მოიტანა გარკვეულწილად. როგორც მედალს ორი მხარე აქვს, ალბათ ყველაფერს გარკვეულწილად ამას თავის პლუსებიც აქვს, იმიტომ რომ როდესაც ინფორმაცია ესე დაგაცხრება თავზე ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თვითდამოკიდებულებას ცდილობენ და მათთვის დამოუკიდებლობა და რაღაცა ქცევის უეცარი შეცვლა, ამის გამოხატულება ახანდახან შეიძლება აქ რაღაცა ბარიერია, შებოჭვის მექანიზმია, რომელიც პირიქით დადებითად მოქმედებს, რაღაცა აკავებს. მთლად არ გადაეშვა სმორებში, რაშიც გათვითცნობიერებული მთლად არ არის. მეორე სფერო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრნაირ ზღუდეს ქმნის, თუნდაც ქცევის თავისუფლებაში, აზროვნების თავისუფლებაში, შეიძლება მისდევს სტიქიურად იმას, რა ჩარჩოც შესთავაზა, თქვა, ტრადიციამ, ოჯახმა, საზოგადოებამ და პრინციპში არ ეთანხმება. ამიტომ ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია. ამაზე უამრავი კვლევაც კი ჩატარდა. ერთზე კითხებიან, სხვას პასუხობენ და იცი, რომ იმ პასუხის უკან სხვანაირად აზროვნებს ისინი შიგნით. შეიძლება საქალწულე აქტის აღდგენას მე როგორც ეკებს ეს ხშირად არ წავწყდომილობ, თუმცა ეს სურვილები არის. ის იმ ადამიანის და იმ ადამიანების და იმ ოჯახის ასე ვთქვათ, მოვალზე იყოს, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია ჩემგან დანახული თვალსაზრისით. თუმცა ისეთი ხშირი არ არის, როგორც ეს ადრე იყო. პრობლემა არის არა ანუ არჩევნის თავისუფლებაზე საუბარი ჩემი აზრით და არა სხვა რამეზე. თუ რაცა გადაწყვეტს რომ დაელოდოს პირველ სიყვარულს და სექსი ექნება ან გადაწყვეტს რომ დაქორწინებამდე შეინახოს თავი ქორწინებისთვის, მაგას რა ჯობია, ანუ ძალიან ბევრ შემთხვევაში უარყოფითი შეიძლება ამის ნაკლები მოხდეს და დადებითი ხო? მაგრამ ლაპარაკია არჩევნის თავისუფლებაზე, იმაზე რომ ინდივიდუალურია, მაგრამ მაგას რა ჯობიას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სექსუალური შეუთავსებლობის პრობლემაც ხომ არსებობს და შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში ჯობდეს რომ პარტნიორებმა ერთმანეთი ყველანაირად გამოცადონ ქორწინებამდე და შედეგი. მაგრამ ასე თქვა, საფრთხე ნაკლები არ არასასურველი ორსულობის, საფრთხე ნაკლები არ რაღაც ენერგიული დაავადება გადადის, ან რაღაც თვითონ დისკომფორტი იქნას. საუბარი არჩევაზე თუ გადაწყვეტა ადამიანმა ეს გასაკუთრებით ახალგაზრდებზეა ლაპარაკება. ამერიკაშიც და ბევრ ქვეყანაშიც წუხან იმას რომ გაახალგაზრდა სექსის დაწყების ასაკი, გაახალგაზრდა ცუდია რამდენიმე მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ რომ ახალგაზრდები ნაკლებად დაკვირვებულები არიან და ჯერჯერობით ნაკლებად ძათ არიან ბავშვებად. თუმცა გაახალგაზრდა ზოგადად გარდატეხის ასაკი უფრო ადრე იწყება და მომწიფება გაახალგაზრდა და აქედან გამომდინარე სექსი. შეიძლება, მაგრამ მაგას მეგონი არ ახამწევს მშობლი. თავი პრობლემა ის არის, რომ როდესაც აქეთ ხდება, ანუ ადამიანს მოხდეს არჩევნის თავისუფლება. გადაწყვეტა რაღაცამ რომ ესე გააკეთოს, კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილება, მოდი მეცამოთ. გადაწყვეტა სხვანაირად იყოს, მოდი იმას უწოდებთ სახელებს ან რაღაცა გააკეთოს როგორც უნდა ხო. ანუ ამ ხრივ არის პრობლემა. ხა რაც შეეხება საქალწულე აქტის აღდგენას, არ ვიცი კიდევ ერთხელ აი პროფესიონალ შევეკითხები, რამდენად გავრცელებულია ეს, მე მგონი უფრო მეც ლაპარაკობენ ამაზე ვიდრე არ არის ხო. მაგრამ ნუ უფრო ხა ჩემო ლაპარაკობთ გოიმობა უფრო ვიდრე რაღაცა საფრთხე. ეგრეთ თულზე აწყობილი ოჯახი. ვინ არის ამ აქტის დამკვეთი, ასე ვთქვათ, ქალი თუ კაცი? ვინ ითხოვს სალსახად კაცი? კაცი კი არ ითხოვს რომ ეს გააკეთებო, ქალი ამას აკეთებს. პერსპექტიული ის გვერდყოფი კაცის ხათი. თორემ ეს უდერო მენტალობიდან გამომდინარე კაცს არ ქონდეს, ქალი ამაზე ალბათ არ წავა. თუმცა მე ჩემთვის ისიც აბსოლუტურად აუხსნელია ფსიქოლოგიურად, როგორ შეიძლება ამაზე წახვიდეთ, თუნდაც საყვარელი კაცის და სასურველი კაცის ხათით. բայց ყველა რაც უფრო საყარელი, მithom ნაკლებად უნდა მოატყუო თუ რაღაცა ეთქერო. გასაგებია ამას იმდენად ბევრი ის აქვს რაღაცა ნეგატივი გარშემო იმდენი ახლავს, რომ რაც შეეხება ვითარების ალბათ ის ტყუილი უჩევნია მაინც და მთელი აპკი ვიდრე სიმართლე და შესაძლებელია ამ სიმართლემ მისი სიყვარული ასე ვთქვათ. თუმცა ინდივიდუალურია სიყვარული, მაგრამ ხო. არის ბევრს ეგეც ამიტომ ახლა ამბობენ რომ კაცი ნაკლებად ტყუდებაო ამით თუ ის ყოჩაღია ამ საკითხებში, მაგრამ მე რამდენი შემთხვევაც ვიცი გითხარით რომ ბევრი არ ვიცი მე. ტყუებული ძალიან კარგი. რამდენად მნიშვნელოვანი არის ფაქტი, მე ძალიან ხშირად
მიფიქრია ამ საკითხზე ქართველი მამაკაცების არასრული მთლიანობა, ესე იგი, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი პირველ კონტაქტს ამყარებს ქალთან, ასე ვთქვათ, ზუსტი ნებისმიერ ქალთან, სადაც მე ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, როდესაც ის ფულს იხდის პირველი სიყვარულისთვის. სწორედ ამაზე მინდა ყურადღების გამახვილება. ამის შემდეგ ამიტომაც არის, რომ კაცთა უმეტესი ნაწილისთვის პრაქტიკულად დამოუკიდებელ ცნებებს წარმოადგენს სიყვარული და სექსი, რაც შემდეგ ქალზეც ისახება. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრი მაინტერესებს და მსმენელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 923-953, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. იცით რა, ესეც ცოტა შორიდან წამოსული სტერეოტიპია. ბევრი ახალგაზრდა და განასხვავა ასაკობრივი ჯგუფი, ბევრი ახალგაზრდა ესე არ ფიქრობს და პრინციპში არც იქცევა, ცხოვრებამაც შემოსთავაზა, რომ სხვანაირადაც შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. რამდენადაც გამიგია ჩემი პაციენტებიდან ან ადამიანებიდან ვინც ინფორმირებულებისთვის მოდის, ეს დღეს არ არის საკითხი. ადრე უფრო იყო. წავიდა ბიჭი ქალებში თქონდა. ხშირად მამასაც მიყავდა პირველად ქალებში. ახალი პრობლემა ისიც არის, რაც მონაცემები, კვლევები მასთან დაკავშირებით რა როგორ ხდება, გამოცნობით უფრო ლაპარაკობთ ალბათ, ხო, ვიდრე რაღაცა თქვით, რა რაღაც კვლევის მიხედვით 10% პირველად. კვლევა მე მგონი კვლევის მასალებს ამის მე ამ საკითხზე მე არ ვიცნობ. მე ვიცი, უბრალოდ აი ურთიერთობიდან მე ვარ ესეთი პატარა ვარ ასაკით, ასე რომ გაგებული მაქვს, ვთქვათ, ჩემი თანატოლებისგან და ასე შემდეგ. რომ ეს არსებობდა ასე. დღეს ვაჟები ცოტა სხვანაირად წყვეტავენ ამ საკითხს. დღეს ისიც აღარ არის ჭალებში სირცხვილი, რომ შენც გამოუცდელი იყო პირველი კონტაქტის დროს მეგობართან და ამისთვის არ არის რაღაცა ისეთი სერიოზული სხვადასხვა ქალთან გამოცდილების მიღება. სხვადასხვა ვარიაცია არის. დამოკიდებულებაზე გეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის აი მხოლოდ ამ შესავლიდან გამომდინარე. ეს არის კაცის ნატურა. ძალიან უცნაურია, იცით, კვერცხუჯრედი, რაც ნაყოფიერდება. სპერმატოზოიდი, რაც ანაყოფიერებს, რაც ამ ორ უჯრედში თვისება დევს ბიოლოგიური. აი ის გასდევს მე ქალურობას და მამაკაცურობას თავის ხასიათის თვისებით, ფსიქოლოგიით, განწყობით, ქმედებით, რეაქტიულობით. განუცნაურია ქალი მრგვალი, დიდი, ტუნე, მამაკაცი მომგრავი, წინსწრებული და პრინციპში სექსთან დამოკიდებულებაც ესეთია. ქალს უფრო ღრმა, უფრო ემოციური დამოკიდებულება, უფრო მეტი განცდა, მამაკაცს ესეთი არ აქვს. ეს უბრალოდ ქალის და კაცის ბუნება და არა მაგალითად ეთნოთავისებულება ქართველი კაცის და ან მისი დიდი ნაწილის. ეს მე ესე ყველგან. საინტერესოა.